ვითარცა სახიერარს და კაცთ მოყარე. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. დღევანდელი წაკითხული სახარების იგავის შინაარსი მრავალფერი არის და მე მინდა ერთი მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. ანუ დიდარი ადამიანი, რომელსაც მოსავალში გაუმართლა, ან ავიღოთ ბიზნეს გეგმაში გაუმართლა და ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა. თქვა, რა გავაკეთო? წავალ ახლა დავანგრევ ძველები რაც არის, ავაშენებ ახლებს და ამ ჩემს ძველ რაღაც შევინახავ იქ, ამ ჩემს მოსავალს და ვეტყვი ჩემს სულს და სული ამ შემთხვევაში იცოდეთ რა არის, იცით? აი ცხოვრებას. ვეტყვი ჩემ ცხოვრებას. ანუ სული არის, იმიტომ რომ ბერძნულში ამის გაყოფა არის, სული არის პნევმაც და სული არის ასევე ანუ სიცოცხლეც, ესე რომ ვთქვა. და ამ შემთხვევაში აქ გამოყენებული არის სულის აღნიშნული ის ნაწილი, რაც არის სიცოცხლეზე და ვეტყვი ჩემ სიცოცხლეს, ანუ ვეტყვი ჩემ ცხოვრებას რა, რომ ანუ მოკლედ გაიხარე იმასკენი, ისე იგი ჭამე, სვი, მოკლედ ყველაფერი რაც შენ გინდა აკეთე და მოკლედ ამითი ბედნიერი იყავ. და უფალი ეუნება ამ დროს, რომ უგუნურო, ამას რო ფიქრობ, ამ ღამესო შენგან შენ სულს მიიღებენო, ანუ გარდაიცვლებიო. და ამას ვისაც გაუმზადეო და ამას რო ფიქრობ, რომ გაამზადებ, ვის დარჩება ეს ყველაფერი. და მთავრდება ეს იგავი ესე, რომ ასევე იქნება ყველასთანო, ვინცო ღმერთში კი არ მდიდრდებაო, არამედ საკუთარ თავში მდიდრდებაო. ანუ საკუთარი თავისთვის მდიდრდება და არა ღმერთში. ეხლა მე ძალიან მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ ყველას, რომ ამ დიდრის ადგილას რო ყოფილიყავით, არ ხართ ხოლმე, თქვენ სხვანაირად იქცევით? განა ასე არ იქცევით ყველა? ასე არ არის? ანუ მოსავალი თუ ისე იგი ვინმეს ბიზნესი აქვს თუ რაღაცა აქვს, მოსავალი ვისაც ყველა ასე არ იქცევით? ანუ მოიყვანთ მოსავალს, დააბინავებთ თქვენს ბეღლებში, რაც არის, ხო? ანუ განსაკითხი აქ არც არაფერი არ არის, ვერავის ვერ ვეტყვით ჩვენ რამეს. ერთადერთია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და აქ მინდა აი აქცენტი დღევანდელ დღეს გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე. ეს არის, აი მე ვიტყვი რომ სასიკვდილო ცოდვა არის დღეს ეკლესიის წიაღში. და ეს არის ერთმანეთზე შედარება. როდესაც ადამიანები ერთმანეთს ადრიან საკუთარ ან სარწმუნოებას, ან უფრო მეტ თავდადებას, ან უფრო მეტ თავგანწირულობას, უფრო მეტ სულიერ შინაგან სიღრმეს, უფრო მეტ განსწავლულობას. ანუ ეკლესიის წიაღში იცოდეთ შედარება ასეთი მსგავსი რაღაცისა, ეს არის შეტევა, პირდაპირი შეტევა იცოდეთ სარწმუნოებაზე. და ეხლა აგიხსნით რატომ არის ეს ასე. ადამიანი, რომელიც ვინმეს ედრება და ვინმეს ადრის საკუთარ სარწმუნოებას, იცოდეთ რომ შინაგანად როგორც მორწმუნე ადამიანი თითქმის კვდება. და ეხლა გეტყვით რატომ არის ეს. ადამიანის სხვისი წარმატების ყურებისას თითქოს, ანუ როდესაც ადამიანი იყურება რომ ვინმე წარმატებული არის, ეუფლება შემდეგი რაღაც, რომ მე ასე ვერ შევძლებ. მე ასე არ შემიძლია. და მეორე ადამიანი, ვინც ანუ თუ ადამიანი სხვა ადამიანისკენ გაიხედავს, რომელიც უფრო დაბლა არის, მისთვის უკვე განკითხვაში ვარდება. ეს არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არავინ არ ვიცით რა. აი თუნდაც მე ჩემ თავზე გეტყვით, ხო? მე ვდგევარ ახლა აქ, ხო? ანუ გარეგნულად მეტყობა, ანუ მამაო დგას, რაღაცა ჭკუას გვარიგებს. არავინ არ იცით მაგალითად გუშინ ღამე, ხო? ანუ როგორ გავატარე მე ეს ღამე, შეიძლება უმძიმეს ტკივილებში, სულიერში, ფიზიკურში. თქვენ არავინ არ იცით გუშინ
ერთმანეთზე ვინ რა დღე გაიარა და ვინ რა ტკივილები გაიარა საკუთარ შინაგანში. ანუ მინდა გითხრათ ასეთი რაღაც, რომ ღმერთი მოვიდა არა ესე ერთობისთვის, არამედ ღმერთი მოვიდა პიროვნებებისთვის. აი კონკრეტულად შენი ისტორიისთვის მოვიდა, შენს გამოსახსნელად მოვიდა, ანუ თითოეული ადამიანისთვის მოვიდა. და ჩვენ ვუყურებთ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ, ანუ ნახეთ, ჩემს ცოდნას და სარწმუნოებას თითქოს და ადამიანის გარეგნულ მდგომარეობას. და ეს ყოველთვის გამოიწვევს ორ რამეს. ანუ საკუთარ თავის გადამეტებას და ვიღაცა ადამიანის დამცირებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ დაფიქრდეთ რომ ერთ რამეზე, რომ ჩვენ არ ვიცით ვის რა, როგორ გითხრათ, იცი, ვის რა ძალა გააჩნია. ჩვენ არ ვიცით ადამიანს შინაგანად რა ჭირს, რა მდგომარეობაში არის. არ შეიძლება შეჯიბრი იყოს ეკლესიის წიაღში ვინ უფრო დიდი მორწმუნეა და ვინ უფრო დიდად განსწავლულია და მოკლედ ეს არის აი პირდაპირ გეუბნებით სარწმუნოების მკვლელობა არის. დღეს აი მინდოდა გამეკეთებინა ამას პირველათი ვიძახი და ვსაუბრობ და უკანასკნელად. იმიტომ რომ დღეს ვდგევარ ამბიონზე და ამას რასაც ვამბობ, აი მინდა დღევანდელი ჩვენი საეკლესიო მდგომარეობის და ცხოვრების ის შევაფასო და მე კიდე ვიძახი ამას ვაკეთებ პირველად და უკანასკნელად, არასოდეს მე ამას არ გავაკეთებ, მოკლედ რაც არ უნდა იყოს. დღეს უბრალოდ წინა ჩემმა ნათქვამა, ისე იგი ამბიონიდან საუბარმა, მრავალი ადამიანები თავისთავად ვერ გაიგეს რაღაცა და ვიღაცა ზოგ-ზოგი არ ვიცი, ადამიანები და ისინი განუკლებლად განაწყენდნენ და ეხლა მე მინდა ვიღაცამ თქვა, რომ ვიღაცას მე ისე იგი რაღაც არ ვიცი, ისეთი რაღაცები მოვისმინე, რომ ძალიან ისე იგი რო არ გეკუთვნის ადამიანს, გავსი რაღაც განცდა რო არ ქონდა და ეხლა მინდა თქვა ესეთი რაღაცა და შორიდან დავიწყო. ჩვენ პირველ რიგში ანუ ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც გეუბნებით. უნდა ვიყოთ ქრისტიანები. ყველაფრის ანალიზი ადამიანმა რაც ხდება შენს გარშემო, უნდა გააკეთო როგორც ქრისტიანმა ადამიანმა. ანუ ღვთისმცნებების მიხედვით რა ხდება შენს გარშემო. თუ ამის ანალიზის გაკეთება ადამიანს არ შეგიძლია, მაშინ უნდა გაჩვენდე. უბრალოდ უნდა გაჩვენდე. გამიგეთ? ანუ ეკლესიაში უნდა გაჩვენდე და ეკლესიის სახელით არ უნდა ილაპარაკო. ანუ შენ შეგიძლია გახვიდე ეკლესიის გარეთ, ჩვენ საზოგადოების წევრებიც ვართ, გადი ეკლესიის გარეთ და იმაზე რასაც ფიქრობ, იქ ისაუბრე. მაგრამ ნუ ისაუბრებ შენ როგორც მაგალითად ეკლესიის წევრი. ვაიხლა მე და ანუ ნუ შეეცდები რაღაცა გარეთ მოხდენილ რაღაცა მოვლენებს, ეხა გეტყვით, აი ძალიან კარგად აგიხსნით, მოვლენები დააკავშირო რაღაცა, ისე იგი ქრისტიანობასთან და სახარებისეულ სწავლებასთან. არიან ადამიანები, რომელსაც იყვნენ ადამიანები ზოგადად, რომლებიც საკუთარი, ესე რომ ვთქვათ, აი ვიწრო შეხედულებების გამო, რაც საერო ცხოვრებაში არის და საერო ცხოვრებაში ბევრი რამ არის დაშვებული, ჩვენ ვინმეს კი არ განვიკითხავთ. იქ არის ეს ყველაფერი დაშვებული, ჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ ცდილობს ყველა ადამიანი, რომ საეკლესიო სწავლება, ანუ ქრისტიანული სწავლება თავის აი ამ სწავლება, ისე იგი რაღაცა მოვლენებს ამოაფაროს, ანუ ერთი მხარე მოკლედ ერთ მხარეს ამოაფარებს, მეორე მხარე მეორე მხარეს. ეხლა გეუბნებით რა ხდება ამ დროს ეკლესიის წიაღში და შეხედეთ დღეს რა ხდება ჩვენს თავს. და იცოდეთ და გახსოვდეთ, ეკლესიის წევრები გინდა იყოთ თუ ეკლესიის არაფერი, დავშვი. არაფერია, კარგად იქნება. თუ ეკლესიის გარეთ მყოფი, ანუ ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები გვინდა ჩვენ საბოლოო ჯამში რომ ვიყოთ. და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ ისტორიას თუ გაითვალისწინებთ, ეკლესიის ისტორიას თუ კი გაითვალისწინებთ,
ყოველთვის ასე ხდებოდა, აბა დაუკვირდით ამ რამეს, რომ როდესაც ჩამოყალიბდა სამთავროები და როდესაც ჩამოყალიბდა ეკლესიის ისეთი სახელმწიფო ისეთი წყობა ჩამოყალიბდა, სადაც სამთავროები იყო, სადაც მონარქი იყო, ნახეთ როგორ იყო, გახსოვთ ესეთი ის არის, მიტროპოლიტი, ხო გაგიგიათ ესეთი წოდება, ხო მიტროპოლიტი რა არის? დიდი, სამთავროს ხელმძღვანელი, ესე ვთქვათ, სამთავროს ხელმძღვანელი არის ესეთი, ისე იგი მიტროპოლიტის სახით. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. ამ შემთხვევაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? დღეს რა ხდება? ყველა იცოდეთ, ყველა ესეთი თავადი ცდილობდა რომ მღვდელმთავარი ყოლოდა ისეთი თავისი გვარიდან ყოლოდა მღვდელმთავარი, რომელსაც ადრე თუ იცით, შუა საუკუნეებში ეს სამღვდელმთავრო და სამღვდელო ხარისხი გადაეცემოდათ ადამიანებს მემკვიდრეობით, გვარიდან გამომდინარე. და ყველანი ცდილობდნენ, ეს იყო ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან მოყოლებული ბიზანტიის იმპერია და საქართველოშიც ასე იყო. მხოლოდ თავად-აზნაურები და წარჩინებული გვარის წარმომადგენლები ხდებოდნენ მღვდელმთავრები და მღვდლები. ეხლა ნახეთ რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში ვართ ეხლა და რა მდგომარეობა იყო მაშინ. ეს თავადები, ვინც კი იყვნენ თავადები, მოკლედ თავისი გვარიდან გამოარჩევდნენ ამ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას და ნახეთ რა ხდებოდა ხოლმე. როდესაც ერთი თავადი მეორე თავადის მიმართ დაიწყებდა ომს, ძმათა შორის ომი რო დაიწყებოდა, რა ხდებოდა იცით? ერთი ეს მღვდელმთავარი ამას აკურთხებდა და ეუბნებოდა, რომ შენ მართალი ხარ. დღეს შენი სიმართლე, ამბიონიდან გადმოდგებოდა, თავადი რომელიც სალაშქროდ მიდიოდა თავისი ძმის დასალაშქრად, იცოდე ერთი სათავადო აეუღოთ იმერეთის სათავადო, როცა მიდიოდა თქვათ, დაელაშქრა იქ სამეგრელოსი, პირიქით ხდებოდა. თავადები როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და იმპერიაში ზოგადად ესე იყო, მათ ყავდა თავისი მოგვარე, ესე რომ ვთქვათ, თავისი მოგვარე, თავისი გვარიდან ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ძალიან ესეთი ადამიანები, ახლო ადამიანები ყავდათ სამღვდელოებას და ესე მღვდელმთავრების. გადმოდგებოდა ვთქვათ ეს ისე იგი სასულიერო პირი და თავის თავადს, რომელიც მიდიოდა საბრძოლველად თავისი ძმების, ისე იგი ძმებთან საბრძოლველად ეტყოდა, შენი წამოწყება ეს არის სიმართლე. შენ სიმართლისთვის იბრძვი, მას აზიარებდა, კიდევ ვიძახი, ამას რო ვლაპარაკობ, არასოდეს არ მდგომებია, მაგრამ დღეს საჭიროა ამაზე უბრალოდ გაგიმოთ, დღესაც იგივე მდგომარეობაში ვარ. ეს თავადი, რომელსაც ესე მოკლედ განზრახული ქონდა, რომ უნდა დაეპყრა, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი ძმათა შორის კვლელი ომი უნდა გაეთ, ზოგ შემთხვევაში მეფეს უპირისპირდებოდნენ, ასეთი ძალიან ბევრი არის, იცით თქვენ დავითის ეპოქაში, რომ ბაღვაშების გვარი როგორ უპირისპირდებოდა, ერთ-ერთი ძლიერი გვარი იყო. მათ ყავდათ თავისი მღვდელმთავარი, მათ ყავდათ თავისი სამღვდელობა, რომელიც ასეუნებოდა, რომ ამართლებდა მის ამ მდგომარეობას, შენ, მომავალი მეფე ხარ და ასე შემდეგ, ნახეთ როგორი რაღაცა იყო. და მეორე მხარეს, ვინც მეორე თავადსაც იგივეს ეუნებოდა თავისი სასულიერო პირი. ეუნებოდა, რომ არა, შენი მოწოდებაა მთავარი, შენ უნდა გააერთიანო ქვეყანა, შენ უნდა ეხლა მოუგო იმ თავადს და შენ ერთიანი საქართველოს მეფე უნდა გახდე და საბოლოო ჯამში ხდებოდა რა? ძმათა შორის კვლელი ომი ხდებოდა და ამ ყველას უკან იდგნენ სასულიერო პირები, ოღონდ როგორი სასულიერო პირები, რომ მათი გვარისა, მათი შთამომავლობა, რომელიც ინტერესიც იყო მაგათი იმისა, რომ ესე მომხდარიყო, გამიგეთ, რომ მათი ისე იგი ის თავადი, ვინც იყო მართველი, იმას გაემარჯვა, იმიტომ რომ ეს მათთვისაც იყო სარგებლის მომტანი. საბოლოო ჯამში მივიღეთ რა, ამ ყველაფერმა რუის ურბნისის კრებას დღეს რო იძახია, რომ ერთი რუის ურბნისიაო ჩასატარებელი, რუის ურბნისის კრება მთავარი რა გააკეთა, იცით? ერთ-ერთი მუხლი იყო მთავარი რა, რომ აიკრძალა მხოლოდ და მხოლოდ გვარის გამო და გვარიშვილობის გამო სასულიერო პირების გამორჩევა. დაიშვა ის, რომ ეკლესიას შესაძლებელი ქონდა, რომ გლეხებიდანაც, უბრალო ადამიანებიდანაც განსწავლული ადამიანები გამოერჩიათ სასულიერო პირებად, რომლებიც
თავისთავად ისე იგი არ შეუშინდებოდნენ რაღაცას და იტყოდნენ, ქრისტეს სახელით იქადაგებდნენ და მათი გვარიშვილობა და მათი კუთვნილობა არ იქნებოდა მათთვის შემაკავებელი. გეხვეწებით, კარგად მოისმინეთ, დღეს იგივე მდგომარეობაში ვარ. მიუხედავად ამისა, მოკლედ გაგრძელდა და მადლობა ღმერთს, ეხლა დღეს რომ მე სასულიერო პირი ვარ, ხო, მე იმ კანონებით სასულიერო პირი არ ვდაყოფილიყავ, იმიტომ რომ ჩვენ არც აზნაურის გვარი ვარ და არც მოკლედ თავადების მით უმეტეს გვარი არ ვარ. დღეს მით უმეტეს ვინც სასულიერო პირები არიან, ალბათ 90% არავის სასულიერო პირი არ იქნებოდა, თუ არა რუის ურბნისის კრების ერთ-ერთი განჩინება. სადაც ზუსტად ეს იყო, რომ სათავად ესეთი რაღაცა მოიშა, ეკლესია როგორც იერარქია ჩამოყალიბდა და დაექვემდებარა ერთ საპატრიარქო ღირსებას. რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამ ყველაფრის, ამ ძმათა შორის მკვლელი, როცა ძმათა შორის მკვლელი ომი იყო, ამათი მოკლედ შეჩერება და ისე იგი მღვდელმთავრებს მაინც იმის ძალა ქონოდა და სასულიერო პირეს რომ ეთქვათ რომ არ გინდა რა. არ გინდა შენ ძმათა მკვლელი ომი არ გინდა, არ გაილაშქრო შენი მეორე ადამიანზე, იმიტომ რომ ეგენი ჩვენი ძმები არიან, ქართველები არიან, ჩვენები არიან. წამოვედით, დავანებოთ ეხლა ამას თავი და გავაკეთოთ უბრალოდ დღევანდელ დღეს ანალიზი. დღეს რა ხდება? დღეს რა ხდება უბრალოდ, ხო? ყველა ადამიანს, ყველა გარკვეულ, რო ვიძახი ხოლმე, მე ამას რო ვახსენე ვიღაცას, ეგონა რომ მე ვიღაცას კნინობითი რამით ვიძახდი ამას. არავის არ უწოდებ, ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი სასულიერო პირი, ისე იგი თავის თავს უწოდებდეს და ან ვინმე უწოდოს მას, ან ლიბერალი და ან კიდე სხვა რაღაცები. არავის არაფერს არ უწოდებ. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა. დღესაც ყველა, მათ შორის ხელისუფლებამაც, მათ შორის ყველა პოლიტიკურმა ძალამ. წარმოიდგინეთ, ის თავად აზნაურობა გადაიზარდა საფრანგეთის რევოლუციის მერე თავად, იცით რომ დამთავრდა ისე იგი მონარქია, ხო, მონარქია ისე იგი დემოკრატიული წყობები შემოვიდა და ამ დემოკრატიულ წყობებში რა მოხდა? თავადების ადგილი დაიკავებს ვინ? პოლიტიკურმა ძალებმა. ხო, ისინი წარმოადგენენ ახლა ძალას, ისინი ჩხუბობენ ერთმანეთს, ჩხუბობენ რა, გამათობენ ვის უფრო კარგი იდეა აქვს, რომ საქართველო გააერთიანოს. ყველა ამ იდეისთვის იბრძვის. ეხლა ნახეთ, ის რომ ვიღაცა იბრძვის ამ იდეისთვის, მაგას სჭირდება რა? მაკურთხეველი. იმას სჭირდება, რომ ვიღაცა, როგორც თავად სჭირდებოდა, რომ მისი ეს წამოწყება ყოფილიყო ღვთის, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართველი ადამიანი აქცევს ამას ყურადღებას. საბოლოო ჯამში ადამიანები იწყებდნენ ასეთ რაღაცას, რომ მე მინდა რომ ხო მივხვდი, მამაო, ხო არის ჩემი იდეა, ნაკურთხი. არის კი ბატონო და ყველა მათ შორის ხელისუფლებას, მათ შორის მოკლედ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისი იდეების უკან, გამოვა თუ არა რამეს გააკეთებს, რაღაცა აქტივობებს გააკეთებს თუ არა, აუცილებლად მათ უკან უნდა იდგეს სასულიერო პირები. და დააკვირდით ახლა გუშინ თუ სახში რომ მიხვალთ, უბრალოდ ნახეთ ინფორმაცია, ხო? ნახეთ ინფორმაცია, მე უბრალოდ ანალიზს ვაკეთებ. არავის არ ვისაც უნდა, სადაც უნდა იქ იდგეს. ვისაც უნდა, ყველა არის ჩემი ძმა, ყველა ადამიანი, როგორ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ადამიანი სათითაოდ ცდილობ რომ მიყვარდეს. მე მტერი არ მყავს. არ მინდა მყავდეს და მტერი არც ერთი ადამიანი და არც არავისი მტერი არ მინდა ვიყო. ამიტომ ყველა ადამიანი მით უმეტეს სასულიერო პირები ყველა მიყვარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რასაც ვიძახით ახლა. რასაც გეუბნებით, ხო? გაიხსენეთ, როდის მე ვიძახდი იმას, რომ არ შეიძლება, ვინც არ გინდა იყოს მაღალი თუ დაბალი იერარქი იქნება, არ შეიძლება ამბიონი გამოყენებული იყოს პოლიტიკურ პლატფორმად. არ შეიძლება შენ ანალიზს აკეთებ და კვირისა რა მოხდა პოლიტიკურად ის და ვიღაცას იმას უწოდებ და ვიღაცას ამას არ შეიძლება და რა მოიტანა ამან. ნახეთ, მე გეტყვით, რა მოიტანა ამან. ვიღაცამ შეიძლება ეს თქვა და ესა თითქოს მაშინ ჩაითვალა რომ გამართლებული იყო, მაგრამ მაშინვე ვიძახდი რომ ეს გამართლებული არ არის და რატო? ეხლა აგიხსნით, რაც დღეს მოხდა ზუსტად ეგ არის. ეს ძალებმა ნახეთ როგორ რაღაც თუ ეს ლაპარაკობს მაგალითად, ეხლა მაგალითად გამოვიდა მამა გიორგი და ხარ დამჭერია რომელიღაცა ძალისა. გამოვიდა იქ მეორე, ხო ხედავთ უკვე გამოვიდა მეორე და თქვა, კაცო, თქვენ თუ დადიხართ, ისე იგი ამ რაღაცას და ამას ამართლებ, მე წავალ და იმათ დაუდგები გვერდით.
ანუ საბოლოო ჯამში მესამე გამოვიდა, მესამე რაღაცა ძალა, იმან თავისი სასულიერო პირები ვინც არიან, ან ახლობელი, ან რაღაცა მეგობარი, ან რაღაცა კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, ის გამოვიდა და ანუ ერთიც არა, რამოდენიმე გამოვიდა იმ ხარესთან დადგა. ნახეთ რა ხდება უყურეთ. აქეთ გამოვიდა, იქით გამოვიდა, ის გამოვიდა, ეს გამოვიდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა? ამ ყველა ძალას მე ხო თავისი ტელევიზიები აქვს. ყველა ამ ტელევიზიებში დაჯდა. ნახეთ, ანუ ტელევიზია კიდე რა არის? ტელევიზია არის უფრო ფართოს, ანუ ამბიონიდან კი აღარა, ფართო საზოგადოებას რო ამცნო ეს ყველაფერი. ნახეთ, ამაში ჩავერთეთ. ნახეთ, ანუ სასულიერო პირები ცნულებას ვერ გაუძლით და ამაში ჩავერთეთ. ანუ მხარეები გამოვდექით, უკვე მხარეები წარმოვჩინდით. ეხლა ნახეთ, ის ადამიანები რას აკეთებენ? ყველა ვინც ძალა არის, რას აკეთებს? ყველა ვინც ისეთი სასულიერო პირია, უნდა რომ ხომ ხვდი, ანუ დაარწმუნოს იმაში, რომ ჩემ მხარეს იყავი. და მით უმეტეს თუ მღვდელმთავარი გამოვიდა და რამე თქვა, ნუ იქ დამთავრებული ამბავია. თანახა დღევანდელ ტექნოლოგიური მასში აჭრიან, დაჭრიან, ვისაც რა უნდა გამოვა, სასულიერო პირი რამას იტყვის და რომ იხვალ სახში დაგხვდება, რომ უკვე ვიღაცისიანი ხარ. ისე ამოიღებენ რაღაცას მოკლედ იმიდან, რომ ისე იგი ვიღაცისიანი ხარ უკვე. ხო და მით უმეტეს თუ აი ამ სივრცეში მაინც ისედაც ვიღაცისიანი, მით უმეტეს რო გამოდიხარ და პირდაპირ აფიქსირებ, რომ ვიღაცისიანი ხარ, მე რა მინდა თქვა, ვინმეს კი არ უგრძალავ. ღმერთმა დამიფაროს ის, რომ ვიღაცისიანი, ვიღაცას რისი კეთებაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ ნახეთ რა მოხდა, დაუკვირდით ხალხო, რა ხდება ახლა. ეკლესია, რომელიც მისი უწმინდესობის დროს ჯერ კიდე სანამ ისე იგი რაღაცა მას უძლურება არ ქონდა ესეთი და რაღაცა შეეძლო გამოსულიყო და ორი სიტყვა ეთქვა და იმ ორ და სამ სიტყვაში კიდე ჩვენ მოკლედ რაღაცა თავს ხრიდი და ვემორჩილებოდი, დღეს დადგა სულ სხვანაირი რაღაცა. რა დადგა? დადგა ესეთი მდგომარეობა, როდესაც უკვე აი ამ სასულიერო პირებისა და ამ ჯგუფების უკან მრევლიც დგას. და ანუ როდესაც ჩვენში ერთობა იყო ყოველთვის, ერთობა იყო, ანუ სასულიერო დასი ყოველთვის ვიყავით ერთნი. ყოველთვის, ანუ შიგნით ვიკამათებდით. ნახეთ, საეკლესიოდ გადავწყვიტავდით, შიგნით შევიკრიბებოდით რა. დღეს ტელევიზიებით სცემენ პასუხს ერთმანეთს. ერთი ზის იმ ტელევიზიაში, მეორე იმ ტელევიზიაში და ამით ელაპარაკებიან ერთმანეთს. მიხვდით და ანუ იმ წუთის სოფლის სულისკვეთება, რომელსაც საერთოდ, ანუ მტერი არის ქრისტესი და ქრისტეს სულისკვეთებისა, მაინც ჩაგვითრია, მიხვდით? საქმე ამაშია, მაინც ჩაგვითრია, რა მნიშვნელობა აქვს რა განზრახვით ჩაგითრია? რა მნიშვნელობა აქვს რა განზრახვით ჩაგითრია? ჩაგვითრია მაინც და შეხედეთ რა ხდება დღეს. ანუ საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება არ ყოფილა, ერთადერთი ეკლესიაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც განხეთქილება ეკლესიაში არ ყოფილა. დღეს უკვე გახედეთ რამ ხელაზე გამოიწია ეს ყველაფერი. ანუ პატრიარქის მოუძლურებამ, ესეთმა მოუძლურებამ უკვე ნახეთ, ანუ მე კიდე ვიძახი, ცუც გრამეს კი არ ვიძახი, ანუ ვინმეს, ანუ რა მივიღეთ ნახეთ, ადამიანები უკვე სასულიერო პირები, მარტო ერთი კი არა, სხვაებიც საპატრიარქოსთან მიდიან უკვე და იქ აკეთებენ ამ იმას, რა ქვია, ანუ მართავენ რაღაცა იმას. მანამდე ერთნი იყვნენ, ახლა მეორენი, ხვალ კიდე მესამენი გამოვლენ. და ამაზე მქონდა მე საუბარი, რომ ანუ ჩვენ როდესაც სასულიერო პირები ვინც გამაერთიანებლები უნდა ვიყვეთ ერისა, ჩვენ როდესაც მხარეები ვხდებით, აი როგორც აგიხწერეთ იმ სათავადაზნაურო იმის დროს, მაგიტო დაიშალა საქართველო ხალხო. მათ რო ყოლოდათ სასულიერო პირები, რომლებიც ეთყოდნენ, შენ საკეთებელსა და ჩვენ საკეთებელს, ანუ შენ თავადი რო ხარ და მის საკეთებელსა და შენ საკეთებელსაც საქართველოს სიძლიერე და თქვენი ძმობის სიწმინდე ჯობია, მაშინ ჩვენ ერთიანი ვიქნებოდი. რატომ იმან დავით აღმაშენებელს რატომ მოუწია ასე გაერთიანება ერისა? გაერთიანება როგორ მოუწია, იცი, უამრავი რაღაც, ანუ სარზე გასვა. თავადები, ქვეგამხედრებიო, ესე იყო მაშინ ახსენები, ანუ ისტორიკოსი ჟამთაღწერელი ესე აღწერს. ქვეს ანუ სარზე გასვა ისინი, იმიტომ რომ ეს ერთობა იყო და ყველას თავთავისი ბოდიში და ის ანუ კუტოკივით ჰქონდა მოწყობილი, თავისი მღვდელმთავარი ყავდა, თავისი მღვდელი ყავდა, თავისი მომხრე, ყველაფერი იქა და რომელიც აკურთხებდა ყველა მის წამოწყებას. სამშობლოსთვის რო ეღალატა,
ანუ მეფის წინააღმდეგ რო წასულიყო გეუნებით მაინც აკურთხებდნენ ამაზე, იმიტომ ყოველ შემთხვევაში წინ ვერ აღუდგებოდნენ, იმიტომ რომ იმან იცოდა ვის გამო იყო ის მღვდელმთავარი და დამორჩილებული იყო ამას. და დღევანდელ დღეს ამას ვიძახით, აი დაუფიქრდით ხალხო, ეკლესიის სიძლიერე უფრო მეტია ვიდრე ჩვენი კონკრეტული რაღაცა შინაარსი და აზრები თქო. მე ამას ვიძახი, რომ სასულიერო პირები უნდა ვიყვეთ აქეთკენ, თორე აი ხლა ვიხსენებ ასეთ რაღაცას, აი მინდა შემდეგზე გადავალ. შემდეგ რაღაცას გეტყვით კიდე. კიდე შენდობას ვთქვათ, რომ მე არასოდეს ამაზე არ მინდა, იცი თქვენ არასოდეს მსგავს საკითხებზე არ მინაპარაკია მე ამბიონიდან, მაგრამ უბრალოდ ძალიან კრიტიკული პერიოდია. აი დღეს ხო გეუბნები, აი გული ჩამწყდა დილით რაღაცები ინფორმაცია რაც იყო, კიდე ღამე რაც იქ მღვდელმთავრები დაუპირისპირდნენ უკვე ერთმანეთს. ანუ ისხდნენ ეხა ვიღაც, აი საშინელება ხდება უკვე. და ამისი შემოქმედები კიდე გეუბნები, ყველა ვინც ამაზე არ ფიქრობ, ყველა ვართ. ვინც ამას არ იძახის, რომ ეს არის საშინელება, რაც დღეს ხდება, ანუ იმ წუთისოფლის სულმა რო შემოაღწია ეკლესიაში, მიუხედავად რა ხაზით შემოვიდა, არ აქვს მნიშვნელობა. პატრიოტული ხაზით შემოვიდა თუ ისე იგი ქვეგამხედრული ხაზით შემოვიდა, არ აქვს, წუთისოფლის სულმა შემოაღწია ეკლესიაში და დაყოფა დაიწყო. და ვიღაცებს ეს უხარიათ, გამიგეთ? და საჯაროდ გამოაქვთ ისეთ ადამიანებთან ეს ინფორმაცია, სადაც საეკლესიო წრეში უნდა წყდებოდეს, ეს ყველაფერი გარეთ გამოაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან გამოგავ. ამიტომ ნახეთ, ერს გეუნებით, როდისმე ამას გეუნებოდით, რომ ქრისტიანულად გავიზარდოთ, წინ ძალიან დიდი განსაცდელებია თქო, გითხარით? რომ ისეთი განსაცდელი იქნება, რომ არ გეცოდინებათ სად დადგეთ, რომელ მხარეს დადგეთ და ჩვენივე ეკლესიის წევრები თვითონვე განხეთქილებისკენ მოგიწოდებენ. დღეს დგანა სასულიერო პირები, ვინც იქ დგანან, ერთი მხარე, მეორე, მესამე, მეოთხე და იმათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ანუ თავში ფიქრობს, ღმერთო, ესა რა ხდება? დავიშალეთ, მე მგონი. 4-ვე მხარე თუ 5-ვე მხარე ვის დანაყოფია, ყველანი მას ეუნებია, რომ ვინც ესე ფიქრში ჯერ კიდე ღმერთს ევედრება რაღაცა, ღმერთო გამოაჩინე რაღაც ისეთი, ყველა მოღალატეს ეძახის. ყველა მოღალატეს ეძახის ასეთ ადამიანს. შენ ეხლა აქ უნდა იდგე, შენ ეხლა იქ უნდა იდგე, ასე და ასე და კარგი. ადამიანებში და ერის ადამიანებში კარგი ეს კიდე, მაგრამ როდესაც სამღვდელო პირებში არის ეს ყველაფერი, ეს არის საშინელება ხალხო, ეს არის გეუნები თქვენ, ჩვენ საქმე ეს არის 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ეკლესიურ აზროვნებას, საერთოდ ვერ დავეჩვიეთ. ჩვენ სამრევლოში გეტყვით. ძველი მრევლი ვინც ხართ, ახლები ვინც მოვიდნენ, ისინი აი სახარებაში წერია, რომ ისე იგივე თქვენზე უკეთესები ვერ იქნება. ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებიც აი დგანან მამაკაცები მით უმეტეს, თქვენს იქით ვერ მიდიან, იმიტომ რომ თქვენ ხართ მათი აზროვნების მიმართულების მიმცემები. თქვენ ხართ მათი აზროვნების მიმართულებით, თუ ვინმე არ არის ამ მიმართულებით, თქვენ არ გემორჩილებათ და ისი არ არის, ის ადამიანი უკვე ოღალატია, ის არ ფიქრობს სწორად. ამიტომ ხალხო, ანუ რისი თქმა მინდა, ნახეთ, რა არის მნიშვნელოვანი ეხლა, ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, პირველ რიგში. გავიხსენებ ესეთ ამბავს. და რატო ვლაპარაკობ ეხლა ამასაც მოვაყოლებ. აი, მოვიყვან მაგალითად 2008 წლის ომს. 2008 წლის ომის დროს, აი ხო გეუნებით, ამას შეგახსენებთ უბრალოდ ყველამ, შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ ყველამ იცით, არ მithქვამს და ეხლა დღეს უნდა თქვა უბრალოდ, იმიტომ გამოვიყენო ეს რაღაცა სხვა რაღაცისთვის. რომ ადამიანები რო არიგებენ იმას, რომ ვიღაცა ვინ ის არის, როგორ არის, მინდა გითხრათ. დაირეკა ზარი უბრალოდ, ანუ ზარი ძლივს გამოვიდნენ, ამას დეტალებს არ მოგიყვებით, რომ 10 ადამიანი სოფელ ვანაჩი იყო ჩარჩენილი. ჩვენი მოსახლეობა იყო ჩარჩენილი. დავაჯექი მარშრუტკას, მარშრუტკა ყავდა იქ რაღაცა გაფუჭებული, არავისთვის, დავაჯექი მარშრუტკას, წავედი გამოსაყვანად. თქვენ ანუ 80% ეს იყო სიკვდილზე ხელის მოწერა. მე ვიცოდი იქ რომ, მაგრამ იმ ადამიანებმა რაღაც გაგვაგონეს ის, რომ ამოდით გვიშველეთ. ანუ მე შევეცადე წავს, ანუ სიცოცხლე არ დამიშურებია, მე თქვი, მათთან ერთად მოვკვდები, მაგრამ იმათ ეცოდინებათ, რომ ვინმე წამოვიდა საშველად, რომ მათ გულში არ ქონოდათ, როდესაც ვინმე თუ ისინის დაიხოცებოდნენ, ვინმე დახოცავდა, არ ქონოდა, რომ ჩემმა სამშობლომა, ჩემმა საქართველო მე იქიდან ხმა არ გამაგონა. და პირველი რაც უთხრეს იმათ, რომ წამოვიდა ადამიანი, ვინც მოკლედ შეეძდება, რომ გამოგიყვანოთ მანდე და მათთვის ეს ნუგეში იყო.
არ აქვს მნიშვნელობა ხარ რა მოხდა იქ გზაში უამრავი რაღაცა მოხდა. ავედით ეს ადამიანები მოკლედ ჩავსხით და რო წამოვედი დაგვიჭირეს მერე. ჩაგვიყვანეს ცხინვალში. აი ესე თავზე მედო აი გეუნე ყველა ჩვენთაგას თავზე გვედო ის ავტო ანუ გამოკრა ჭირდება ანუ პირდაპირ იძახე მოდი დავხრიტოთ ესენი აქვეო. იმიტომ რომ ანუ არავინ მომკითხავია რა მოდი დავხრიტოთ აქვეო. აი არ ვიცი ხა კიდევ ვიძახი მაშინ მე რო გეუნებით ხოლმე ლოცვა ყველაზე მთავარი მეთქი ხო რა ვიცოდი მაშინ ლოცვა 2000 ახალგაზრდა 27 წლის ბიჭი ვიყავი მაგრამ აი მაშინ თუ რამე შემეძლო ღმერთს მიმართ იმიტომ იქ საშველი არავისი არ იყო აი მარტო ღმერთს ვევედროდი უფალო შეგვიწყალე გევედრები შენი ნება იყოს როგორც გინდა ისე იყოს ანუ არ მithქვამს კიდე გეუნები არ მithქვამს გაგვიყვანე აქედან ყველაზე მთავარი არ გithქვამს ვა ამ განსასწრები მეთქი როგორც შენი ნება იქნება თუ ჩვენ უნდა ჩვენ გვაცხოვნე უბრალოდ ისეთი სასწაული მოხდა ჩვენ იქიდან გამოვედით 10 ანუ წარმო 10 ადამიანი და მე-11 მე ვიყავი გამოვედით ის ადამიანები მე რამოდენიმე წლის უკან ნახე მოკლედ იქ ისე იგი ჩასახლებებში მოკლედ მოვიკითხე და ვნახე ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა არის მე რატომ მოგიყვანეთ 2008 წლის ომი ანუ რატომ მოგიყვანეთ ერთი ესეთი მდგომარეობაა და ჩვენი მღვდელმთავარი და რამოდენიმე გუშინ გავიხსენეთ ერთ-ერთ სასულიერო პირთან საუბრობდი და თვითონ რო თქვა გამახსენდა მე ეს მივედით არ აქვს მნიშვნელობა სადღაც ჩვენი ისე იგი მებრძოლი ბიჭები სპეცნაზების და ის იდგა მოკლედ ჩვენი ბიჭები იდგნენ ანუ ომი მიდიოდა მე უფე მივიდა და უთხრა ბიჭებო აი აქ დავრჩებითო რა თქვენს გვერდით ვიქნებითო აი რაღაცა მოგვეცითო რამე ანუ რა გაქვთო რაღაცა თქვენს გვერდით ვიქნებით თქვენს გვერდით ვიბრძოლებთ ან ბრძოლა არ ნიშნავდა იმას თუ იქნებოდა რატომაც არა მაგრამ იმ წუთში არ იყო ხო იარაღი რო აგეღო მაგრამ თქვენს გვერდით ვიქნებით რამე დაგჭირდებათ ის აი ეხლა რაც უნდა ვთქვა აი იმ ადამიანმა თქვა და რასაც ჩვენები არავინ არ იძახიან ნახე რა თქვა იმ ადამიანმა ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო დაახლოებით აი 30-35 წლის ადამიანი იყო ასეთი რამე გითხრა მამაო ანუ მე უფე ხა ვერ იცნო მე უფეს ჩვეულებრივი ის ქონდა რაღაც იგი პანაღია და რამე არ ქონდა და მე უფეს უთხრა მამაო გეხვეწებითო წადითო ეხლაო ტაძარშიო სადაც სახურობთ და ევედრეთო ილოცეთო და ღმერთს ევედრეთ გეხვეწებით რომ მოკლედ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვებს გული გამithვა რა ესაო ჩვენ მოგვანდეთო რა ესა ჩვენ მოგვანდეთ ჩვენი საბრძოლველია და აქა ჩვენ ვიბრძოლებთო რა თუ დასაჭირო იქნება მაგრამ გეხვეწებით იქა მიდით და ღმერთს ევედრეთ მოკლედო საქართველოს გადარჩეს და საქართველოს გაიმარჯვებს გული გამithვა გეუნებით დღეს მე ამას ამ რეალში ვერ ხედავ მიხვდით ყველა ადამიანი რა სტილობს იცი სამუდელობა წინ გაირეკოს გამიგე ანუ რაღაცა მისი მიზნე ყველა ცალსახად არავის არ ვიძახით ცალკე ყველას უნდა ყველა ჯგუფს რომელიც დღეს არის პირდაპირ დავარქმე ყველა რაღაცა ჯგუფს კნინობითად არ ვიძახ ყველა კრებულს ვისაც უნდა ყველას უნდა სამუდელობა წინ გაირეკოს ისე იგი სამუდელობა და იმათმა მიიღონ ყველაფერი და რაღაცა უკან უნდა გავყვეთ ჩვენი კიდევ ვიძახი 17 მაისი რო დადგინდა იმ დღიდან მოყოლებული პირველივე დღიდან მოყოლებული ფოტოებიც არის ყოველთვის სადაც ეკლესია გვეძახის იქ დგევან მაგრამ კიდე გეუნებით ანუ ბოდის გიხდით მაგრამ ბოდის გიხდით აი მართლა აი ეს კაცი იმ კაცთან შედარებას ვახდენ იმ სპეცნაზნელთან შედარებას ვახდენ მე ჯერ ვერ ვნახე ასეთი ადამიანი ჯერ ჩემთვის არავის არ უთქვავს და ჯერ არ მინახავს ვინმე ადამიანი ვისაც ეთქვას რა იცი ყველა ასეთ რაღაცა იმაზე ყველა ანუ ტირის ისე იგი რაღაცა წამოდი ჩვენს გერდზე იყავი აბა მარტო არის ერთი ადამიანი ვერ ვნახე რომელმაც თქვა იცი მამაო ამებო მოგლე თქვენ იყავით მანდ ისე იგი თქვენ იყავით თქვენ საქმეს მიხედეთ რა თქვენ ილოცეთ თქვენი ლოცვა გჭირდება ეხლა ღმერთს ანუ ვიცი ლოცვა გჭირდება რაც არის გასაკეთებელი ხო თუ რამე არის მე ხვდები რომ ეს არის გასაკეთებელი ქვეყნისთვის ამას ჩვენ გავაკეთებ და თქვენ თუ დაინახავთ რომ მაშინ არის უკვე თქვენი გვერდზე დგომა ისე იგი საჭირო მაშინ მაშინ თქვენ თვითონვე მოხალ და დაგიდგებით აი ეს მომენტი არ არის ბოდის გიხდით მაგრამ როგორ გითხრათ იცი მამაკაცობა რაღაცა ვაჟკაცობა რაღაცა ისეთი აი როგორ გითხრათ გულანთებულობა ბოდიშით ამ გამოთქმაზე მაგრამ რისკზე წასვლა აი რო ხო აი სიცოცხლეცო შეგიძლია დათმო აი ამას მოკლებულია ჩვენიერი და სამწუხარო არისო ამ ეს ყველაფერი მოხდა ვითომ რომ ჩვენ უნდა სხვანაირები ყოფილიყავით აი 30 წელია ჩვენ აქ ვართ ეკლესიის წიაღში ვართ
დავითომ ვერ ჩამოყალიბდით ასეთ ადამიანებად. ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდით ასეთ ადამიანებად. ამიტომ პირდაპირ მინდა თქვა, აი შენდობა თხოვო მინდა, არ ვიცი ვინ რატო გაიგო ესეთი რაღაცა, რომ ვინმე არის, ვინმეს უწოდე ან სასულიერო პირს. რა თქმა უნდა, გარეგნულად ადამიანები პოლიტიკური პარტიაა და ისიც ქვია და ესეც ქვია, თვითონ ირქმევენ ამ სახელებს, მე ხო არ დამირქმევია. მე ვთქვი, რომ არ შეიძლება მღვდელი იყოს, რაც ახლა ჩამოვთვალე. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. ერთ ტელევიზიაში ზის, მეორედ ეს მრევლი ზის და უყურებს, რომელია მართალი, ხალხო, გაგვაგებინეთ, ვინ იძახის მართალს. ერთი ლაპარაკობს, მეორე ლაპარაკობს, მესამე ლაპარაკობს, მეოთხე ლაპარაკობს, მეხუთე ჩუმად არის, უბრალოდ აკვირდება რაღაცას და ხუთივე ტყუანია. და ზიხარ ადამიანი, ანუ მრევლი და ფიქრობ, რომ რა გავაკეთო? ვინ იძახის ამ სიმართლეს? ანუ არ გიჩნდებათ ეს კითხვა? არ გიჩნდებათ შინაგანად ეს კითხვა? რომ ადამიანები, ანუ აი რაღაცა თავისი, აი ეკლესიურობა საერთოდ გადადეს გვერდზე. ეკლესია არ აინტერესებს. დღეს უკვე ეკლესია მათთვის არის რა ტერმინებს ხმარობენ. ლანძღავენ უკვე სამღვდელოებას, მღვდელმთავრებს ლანძღავ. წარმოიდგინეთ დღეს აი გუშინდელიდან მოყოლებული ისეთი რაღაცები იყო, ერთი მრევლი იქითა სასულიერო პირის მრევლი აქეთა მრევლს დედას აგინებს. დედას კი არ აგინებს, ხოლოდ ისე იგი აი პირად შეურაცხყოფას აყენებს ისეთი სიტყვებით, ქუჩაში რომ ვერ იმას წარმოთქვამ ასეთ რამეს. როგორ შეიძლება აქ ღმერთი იყოს, ხალხო, გამაგებინეთ ის ადამიანი, რომელიც ასე იქცევა, როგორ შეიძლება მის საქმეში ღმერთი იყოს? როგორ შეიძლება მლანძღველი, მაგინებელ ადამიანის უკან ღმერთი იდგეს? მე ყველაზე არ ვსაუბრობ, არიან ადამიანები იქითაც, აქეთაც, ვინც რაღაცა ქვეყანა უყვარს გულანთებულია, ამას არავინ არ უარყოფს. და მოწინავეთ ვინდგანან. და ამიტომ, როდესაც ამას ხედავ ადამიანი და ანუ ვიღაცას რა არ უნდა, იცი, ეს არ სიამოვნებს. რა არ სიამოვნებს, იცი? მხარე რო არა ხარ, ანუ შენც რო იმ სულისკვეთებაში ჩათრეული არა ხარ და ვინმეს მხარე რო არა ხარ და ეუბნები, რომ არ შეიძლება ასე. ვინც გინდა იყავი? და ვინც დაიწყო ისაა დამნაშავე. ვინც გინდა იყოს, ანუ მაღალი იერარქი იყო თუ დაბალი, როდესაც შენ თავის დროზე დაიწყე ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებები და როდის გეუნებოდით ხოლმე მე ამბავი რომ მოხდებოდა რაღაცა, მამაკაცები მით უმეტეს რომ მოდიოდით, ხო გინდოდათ რომ ზუსტად მაგაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. აბა, მოკლედ რა ხდება, სადავ დგევართ, როგორ დგევართ? მე ყოველთვის თავს ვიკავებდი ამაზე, ისევ სახარება, ისევ წმინდა წერილი, პირად საუბარში რაღაცებს საუბრობდით, რაც არის. და პირად საუბარში მრევლმა კი ბატონო უნდა დადგე და ისაუბრო ამ საკითხებზე. როგორ შეიძლება ტელევიზიაში იჯდე სასულიერო პირი და მეორე სასულიერო პირს ლანძღავდე, ხალხო, სად წერია ასეთი რამე? ეკლესიურად აზროვნება არ გვინდა? ქრისტიანობა არ გვინდა? ესე შეიძლება ამოაფარო უკან, ანუ ქრისტიანობა ესე ამოაფარო საკუთარ ვიწრო მიზნებს ადამიანმა? სადაც გინდა კაცო შეიკრიბე, რაც გინდა ქვეყნისთვის, მე ყველაფერი, ანუ კიდევ ვიძახი, ყველას წარმატებას ვსურვებ, ყველა გულწრფელ ადამიანს თავის კეთილ საქმეში, ვისაც სინდისი გეუნება, მაგას წადი და აკეთე, ნუ წეღან ვიძახი, ნუ ადრი საკუთარ სულიერ მდგომარეობას თუ საკუთარ პატრიოტიზმსა თუ რაღაცას მეორე ადამიანს წადი შენი საკეთებელი, შენ აკეთე. დაანებე სხვა ადამიანს თავი, იმიტომ რომ იმას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი გაჭირვება, შიში, თავისი შინაგანი არასრულყოფილება აქვს. თუ შენ დღეს ღმერთმა ამ იმაში შენ მოგცა მაგის ძალა, წადი და შენ აკეთე შენი საკეთებელი. პირდაპირ ვიძახი, აი მე ხო გეუბნებით, ამას აღარ დაუბრუნდები და მაგიტომ ყველაფერს ვიძახი ეხლა დღეს. ყველა ის, აი პირდაპირ გეუბნებით თქვენ, ყველა ის სასულიერო პირი, ვინც შეიძლება ნებსი თუ უნებლიეთ ეკლესიის ერთობას უქმნიდეს საფრთხეს, რა მიზეზითაც არ გინდა იყოს ეს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის ეშმაკის საქმეს აკეთებს. პირდაპირ ვიძახი, ის აკეთებს ეშმაკის საქმეს, პირდაპირ ვიძახი ამას, არ შემრცხვება ამისი თავიდან ბოლომდე. და ამიტომ ძალიან გთხოვთ, აი რა მინდა გითხრათ, ძალიან რთულ პერიოდში ვდგევართ. შემოაღწია წუთი სოფელმა. ბურჯი ვინც ყავდა, ბურჯი ვინც იყო, ვინც ამას იჭერდა, ეს ბურჯი მოირღა, გამიგეთ?
ანუ ჩამოვიდა და ეხლა ჩვენ რა არის? ჩვენი თანადგომა ჭირდება, რომ ეკლესიამ ამ ესე რომ ვთქვათ, ტალღებს და იმას გაუძლოს და ჩვენ თვითონ ვქნით შიგნით ტალღებს. ანუ ჩვენ თვითონვე ის ტალღების შემოგვაქვს პირდაპირ ეკლესიაში, ანუ ბურჯი რომელიც იყო, რომელიც ტალღამჭრელს რო ვეძახით, აი ზღვაში რო დგას ხოლმე, ტალღამჭრელი უბრალოდ მოუძლურდა ცოტა ტალღამჭრელი და ყველა ის ადამიანი ვინც კი ხოლმე ანუ ისე კი აი როგორ გითხათ, იცით? გაოცებული ვარ, აი მართლა გეუნებით გაოცებული ვარ საერთოდ. ანუ მე არ მეგონა თუ ესე არაეკლესიურად ვაზროვნებდით საერთოდ. არ მეგონა, მართლა გეუნებით არ მეგონა. ტალღამჭრელი მოიშალა თუ არა, ყველა ვისაც შიგნით გულში ქონდა ეს ტალღები და ბობოქარი რაღაცები, ყველა გარეთ გამოვიდა. ყველა ერთიანად გარეთ გამოვიდა, ისე იგი და გარეთ აღარც გჭირდება. გარედან აღარც გჭირდება, შიგნითვე დავიწყეთ ჩვენ აესი, აი აღრევა ერთმანეთისა ყველაფერში. გარეთ დგანან, ანუ კიდევ ვიძახი, გარედან დგანან და უბრალოდ ინფორმაციას ავრცელებენ. მიზანი მიღწეულია. იმამ ანუ მოვა ვიღაცა, იმამოვმა შენზე იცი რა თქვა, აი ესა თქვა, აბა რა პასუხს გასცემ. აქ თუ არ გინდა გადაცემაში მოდი და გაეცი. დიდი სიამოვნებით გითმობენ ადგილს. ღვთის გაგონება რო არ უნდათ, ყველა ეთერის კარი ღიაა. ყველა ეთერის კარი ღიაა, სადაც გინდა მიდი ოღონდაც რაქნა. ახე, ოღონდაც რაქნა. ოღონდაც ეს ტალღები არ დაცხრეს. ოღონდაც ეს ბუღრაობა აი სუ იყოს და ყველა ამას ცდილობს. და თან ყველა რა არის, ყველა იძახის რომ მართალს ამბობს. იმას კი არ იძახის ვიღაცა რომ არა ეს, ანუ ყველა მართალია, სუ ყველა მართალია. და ვიღაცა რომ ეუნება უბრალოდ ხალხო გონს მოეგე და გაჩერდით. ანუ ეკლესია ყოველთვის იყო ანუ საქართველოს გულის და სულის შემნარჩუნებელი. თუ ჩვენ დავიყავ, თუ ეკლესია სული თუ გაიყო, სული თუ დავარდა, სული თუ მოკვდა, დამთავრდება, დამიჯერეთ, აღარ გჭირდება, უკვე დაპყრობილი ხარ. მე კიდევ ვიძახი, ანუ ეს რასაც უყურებ, ჩვენ სხვა რამით ვარ დაპყრობილი, გეუნები, შეპყრობილები ვართ რა. დაპყრობილი, ეგა უკვე შედეგი მოდის, თურმე რო ვიძახნი ხოლმე, რომ თუ მართალი არის, ჩვენ ანუ შიგნით ისეთ ანუ ეკლესიის წიაღში ისეთი სულისკვეთებით მდგარ ვართ, რაც ახლა გამოჩნდა, რომ რას ამბობ კაცო? რას ლაპარაკობ, ანუ პირდაპირ გაგებით ვიძახი, რომ ანუ სხვაც ვერც იქნებოდა სხვა ვერაფერი. შედეგებია ეს ყველაფერი. და თქვენ იმაზე ფიქრობთ, ეხლა წარმოიდგინეთ. დღეს ვიღაცები სასულიეროები რაღაცა მაინც აი ისე ბრალდებები მიდის შენ ესე შენ მართლა რომ ვიღაცა მე ხაი რომ დადგეს ვიღაცა ისეთმა და გარეთ გამოიტანოს მართლა ვის რა შეშლილი. გეუნები თქვენი ხელით გამოვუტანთ განაჩენს ნებისმიერ ისე იგი სამღვდელო პირსა. თქვენი ხელით ანუ მრევლივე გამოუტანს განაჩენს. გეუნები ჩვენი მრევლიდანაც არიან და ბევრი სარზე გასასმელები. ძლებზე იძახიან კაცო სარზე გასასმელები და ესა და ქუსლები უნდა დააჭრა. გამიგეთ რა ხდება? საჯაროდ გულისხმობ ამას, შეიძლება მოხვიდე და მე მითხრა მამა გიორგი, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ქუსლები გაქვს დასაჭრელი. პირადად მითხარი ავიტან, მეც გეტყვი, მითხარი აბა რატო? ეკლესიაში ვიმსჯელოთ ამაზე, მითხარი, ხილებასაც ავიტან, პირადად მოდი და მითხარი. ისე იგი როგორ არის იცი პირადად ადამიანი, ანუ ადამიანები ზოგადად პირადად ვერ ესე პოსტით გეხმიანებიან ისე. რაღაცა Facebook-ზე პოსტს ადებენ, სამდელო პირები ისე პოსტს ადებენ იმაზე, რომ ისე იგი რაღაცა კომუნიკაციის და ანუ გითხრევე რომ შენც იგივე გააკეთო. და კიდევ ვიძახი, პირველი და უკანასკნელი იქნება, აი მართლა ვიძახი რა, პირველი და უკანასკნელი იქნება საერთოდ მსგავსი რაღაცა. აი პირველი და უკანასკნელი იქნება და ამიტომ გეხვეწებით გონს მოდით ქრისტიანებო რომ აი ეს დაყოფა ყოველთვის ანგრევდა საქართველოს და მე გითხარით აი ერთადერთი დავითიდან თამარამდე იყო რომელსაც მონარქმა აიღო თავის ხელში ეს მართვა იქ კათალიკოსი იყო მოკლედ და მოკლედ აი ეს მართვა რომ დამყარდა ხო რაღაცა წესრიგი იყო იერარქიული წესრიგი იყო დაიშალა თუ არა ისევ სამთავროებად იგივე დაიწყო. იგივე სამთავროების დაშლის მერე ეს მთავრები ერთმანეთს ისე იგი ჭამდნენ თავიდან ბოლომდე. დღეს ვინ არიან სამთავროები? არიან მოკლედ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს არიან. ესენიც იგივე საგრძელებენ. იგივე საგრძელებენ, მათაც ჭირდებათ მაკურთხეველი
საკრალური, აი მაკურთხეველი ჭირდებათ, რომ აი მე იმამაო მაკურთხა, რომ ჩემი საქმე, ისე იგი ჩემი საქმე არის პირნათელი და ჩემი საქმე ღმერთისგან არის ნაკურთხი. ანუ ყველა ამას ცდილობს. კიდე ვიძახე, მე არ ვიცი, ვინმეზე კი არ ვიძახი, ნაკურთხია თუ არა თქო, კაცო, ეს თვითონ იციან. ყველამ თვითონ განსაზღვროს არის თუ არა, მაგრამ როგორ შეიძლება ორი სიმართლე შეიძლება? ერთი გამოდის და სამღვდელოება უდგას უკანა, მათ შორის მდემთავრები გამოჩნდნენ, აქეთ გამოდის სამღვდელოება და მდემთავრები გამოჩნდნენ, იმ ხაზს სამღვდელოება და მდემთავრები გამოუჩნდნენ და ანუ შეიძლება 5 და 6 სიმართლე იყოს, სიმართლე ხო ერთია. ანუ მარტო ამაში ხო უნდა მიხვდე რომ ანუ 6 და 5 სიმართლე არ იქნება ერთი, ანუ რომელიღაცა სასულიერო პირი თავისთავად რაღაცას არასწორად აკეთებს. ამიტომ სასულიერო პირები ამას ყოველთვის არ ყვევდნენ ხოლმე კრებსითობაზე. მე წინაზე რო ჩავწერე ის რაღაცა ერთი ის რო იყო, ანუ ანალიზი რო გავუკეთე, ეგ თქვი რომ ეკლესიაში თუ კრებსითობა არ იქნება, თუ ეკლესიაში ჩვენ არ დავდგებით და რაღაცას არ ვიტყვი და არ გამორიცხულია ხალხო დაგვამარცხებს ნებისმიერი სულისკვეთება, შიგნით დაყობს. სამრევლოშიც კი დაყობს. არ დამიჯერეთ, აი ცოტა ხანი გავა უბრალოდ მიუშვით ეს, ანუ მე თუ არ ვიტყოდი ახლა ამას, მიუშვით და შიგნით დაიყოფით. აქვე დაუწყებთ ერთმანეთს იმის ყვირილს, რომ შენ ახარ მოღალატე, შენ ახარ პატრიოტი, შენ ახარ ისა, შენ ახარ აქვე დაიყოფით. აქვე დაიყოფით ამაზე. ამიტომ მე ვიძახი ჩემთვის ყველაზე თუ ვინმეს გაინტერესებთ, ხელისუფლება იქნება ეს თუ ისე იგი პოლიტიკური პარტიები იქნება თუ ვიღაცა, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო, ჩემთვის ყველაზე ისეთი აი მისაღები არის ერთი ადამიანი. რო გეტყვის რა, იცი, მამო, გეხვეწები რა, აი იმ სპეცნაზელის გავსად. მამო, გეხვეწები. იქა ისეთი რაღაცაა, რომ თქვენ საქმეს მიხედეთ რა. გეხვეწებით რა, თქვენ საქმეს მიხედეთ უბრალოდ რა. და ლოცვა, წირვა რაღაცა და მე თქვენ თვითონ როცა შეხედავთ რომ რამე არის გასაკეთებელი, თქვენ გენდობით რა. ჩვენ გენდობით როგორც იქნება, მე თუ იქნება, ჩვენ მიბრძოლებ. წადი იბრძოლე, მე მოხვალ აქა, როგორც ეკლესიის წიაღში მოხვალ თქვა და იმ ჭრილობებს, რომელიც სულიერი ჭრილობები რომ მოგადგა, ხო, აღსარებას ჩააბარებ და სამღვდელო პირი გჭირდება ისეთი, რომელიც აი ამ შენს სულიერ ისე იგი რაღაცა დაცემულობას და იმას მიიღებს და მე წახვალ ისევ რა ვიცი რა უნდა აკეთო, ისევ საბრძოლველად მიდიხარ თუ სადაც მიდიხარ. მაგრამ ყველას უნდა როგორი რაღაცა, ყველა უნდა გაითხვაროს. აი ეს არის ყველაზე მთავარი. რომ მე წამოს ხო მივხვდი რა, ერთად არ ვიყავით. აი ეს არის და ამიტომ კიდე ვიძახი, ძალიან გონიერება გჭირდება. თქვენ მარტო თქვენ არ გეუნებით ამას. ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და მათ შორის მინდა მამებს უთხრა თავიდან ბოლომდე, დავანებოთ, აი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგევარ. გაყოფისა და დაყოფისა, აი მე რო ვიყო საერთოდ ავკრძალავდი, თვითონ ავიკრძალავდი, ახლა შეიძლება ერთსულოვნებაზე მიხვიდე, მაგრამ ნებისმიერ ტელევიზიაში უბრალოდ ნებისმიერ ტელევიზიიდან რაღაცა საუბარს. თუ არ ეხება წმინდა საეკლესიო თემას, თუ არ ეხება სახარების განმარტებას და თუ არ ეხება ქრისტიანული ცხოვრების წესს. დაგყვეს, კიდე გეუბნებით, საშინლად დაგყვეს. თქვენ ვერ ხვდებით, როგორ მუხანათურად მოგვექცნე. ამდენი წელი ვერ შეძლეს. მოყოლებული, ისე იგი ბატონის ზვიადიდან მოყოლებული, მაშინათვე იყო ეს განხეთქილების თემები. მაშინათვე იყო და ეს ერის ადამიანები იყვნენ, რომელთაც თავისი ესეთი რაღაც იმები შემოქონდათ ეკლესიაში ეს დაპირისპირება. ისე იგი შევარდნაძის დროსაც ვერ გააკეთეს. შემდეგი მიშას დროსაც ვერ გააკეთეს, დღეს სანამ პატრიარქის იყო დღევანდელ დროსაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ აი მაინც ისე იგი ტალღამჭრელი, ისე იგი ცოტა რომ მოიხარა და რაღაცნაირად ისე იგი მოუძლურდა, დღეს მაინც შემოაღწიეს აი. მაინც ისე იგი შემოაღწიეს აი ამ საშინელი მდგომარეობით, რომელიც დღეს გაგვაჩნია და არ განვახორციელებინოთ ეს, ძალიან გთხოვთ. მე წინაზეც გითხარი. მე ვხედავ პერიოდს, ეს მაინც გაგრძელდება. მე ვხედავ პერიოდს, რომ დავდივარ ქუჩაში და როგორც სამუდელო პირი, აი კომუნისტები რო იყვნენ, ხო, კომუნისტების დროს რო იყვნენ. მე ვხედავ ესეთ პერიოდს, რატომღაც ესე მგონია, ღმერთმა ქნას ვსდებოდე. მე ვხედავ პერიოდს, როდესაც აი დავდივარ იმ ქუჩებში და ვიღაცა რო გლანზა, აი მამა გაბრიელ სოლანძა, მე ანუ თავს არ ვადრიგაც, რომ ის დიდი ადამიანი იყო, მე ვიძახი მსგავსებას უბრალოდ. რო დადიოდა და ლანძღავდნენ და დასცინოდნენ,
ანუ დღეს ხო პატივში ვართ სამდელო პირები, ხო? ასე გავაგრძელებთ, ჩვენ დავიყოფით შიგნით, აი საერთოდ დავიყოფით, ამ დაყოფის შედეგი იქნება ის, რომ მოკლედ უფალი დაგვამდაბლებს თავიდან ბოლომდე. ეგ ეუნე დღესო გადიხარ ქუჩაში და ისე იგი სახლიდან ტაძრამდე ვერ მისულა 3 მანქანა და 4 მანქანა გიჩერებს მამაო სადმი გაბძანოთ, ხო? შეიძლება გვერდზე გამოგიაროს და დაგისიგნალოს ან წუმპეში გაიაროს და გადაგასხას წყალი და დაგცინოს, გინებაც მოაყოლოს იქიდან და იმას და ეს იქნება შედეგი. ჩვენი მოქმედების შედეგი იქნება და დამიჯერეთ ამის ყველაზე დიდი ბიზგის მიქცევი იქნება შიგნით. გარეთ ისედაც გაგინებენ, ახლა იმ ადამიანს ზოგაული გვერდზე ისედაც გაგინებს. მაგრამ ყველაზე მთავარი რა იქნება, იცი? აი აქ დაიწყება შიდა განხეთქილება და აი ამ შიდას გამო მოხდება ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგვიფაროს უბრალოდ. გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, გააკონტროლეთ საკუთარი ხედები. ანუ ეკლესიურად და ქრისტიანულად იაზროვნეთ. ეკლესიურად და ქრისტიანულად. მამაშვილურად მიდით თუ რაღაც არის, კითხეთ, მოძღვარს კითხეთ. შეეკითხეთ, ანუ მაღალი იერარქს პირადად. ის კი არა მიხვიდე და ისინი, რა ქვია, ტრანსპარანტებით მიადგე სადღაცა, რომ პასუხი გამეციო. ურწმუნო ადამიანები, უმეტესობა ურწმუნო, მაგრამ ნუ იქ დგას ახლა ვიღაცა ხო დგას, სასულიერო პირები დგანან, რომლებიც აკურთხებენ ამას და მიდი და კითხე ახლა, ხო? რამდენჯერ გითხარით, ხო? ადამიანები, ისე იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეკლესიას და ქვეყანას ანგრევენ. ლოთობენ, ნარკომანობენ, რავი, აბორტებს იკეთებენ, ქალები საშინლად ისე კაზინოებში დადიან, უბედურებებს ჩადიან და ახლა მიადგება მე სადღაცა და იმაში, რა ქვია, იღებს მონაწილეობას, ანუ ქვეყნისთვისა და ეკლესიისთვის იბრძვის. და ამას თავში ხო გეუნებით, აი, თავში წამოუდგება უცებ, არ ვიცი რა ამოძრავეთ, კიდევ ვიძახი. ატყობა ცდუნებაა ესეთი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამდელო პირები ამას კეთილი განზრახვით აკეთებენ და მოკლედ რაღაცა გონიათ მათ, რომ ეს არის ბრძოლა რაღაცა, მაგრამ გამორჩებათ ის, რომ აქეთ ეკლესია არის და შენ ეკლესიის მღვდელი ხარ, ქრისტეს მღვდელი ხარ. ქრისტეს მღვდელი ხარ და შენი ღირებულება და ფასეულობა მოკლედ სხვა რამეში არის და სხვა რამისთვის ხარ მოწოდებული. ამიტომ აი შენდობას გთხოვთ მართლა, აი დღევანდელ დღეს აი არ მინდოდა ამაზე საუბარი, საშინელებაა ხომი ამაზე. წმინდა წერილიდან დავიწყე და მოკლედ მაინც გადავედი, იმიტომ რომ სათქმელი უნდა მეთქვა დღეს და დავამთავრებ ამითი ნებისმიერ ვინმესთან, აი რაღაცა იმასაც ყველანი პირდაპირ ვამბობ, რომ ყველა სასულიერო პირი ჩემი ძმები არიან, ჩემ ძალიან მიყვარა. ვისაც სად უნდა იქ იდგეს, ვისაც რა უნდა ის ისაუბროს, ვისაც რა სოფხედველობა უნდა კონდეს, ის კონდეს, ანუ რა ვიცი, კიდევ ვიძახი, მე ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ნუ შემოიტანს ნურავი ეკლესიაში აი ამ მსგავს სულისკვეთებას და დაყოფას და განხეთქილებას. თქვენ შეხედეთ. აი შეხედეთ და რამოდენიმე ხანი გავა და კიდე უფრო იმას იზავს. იმიტომ რომ იმან ერთი რო შემოაღწია, ისი არ მოგეშვება. ეხა იმდენი რამე ვთქვით უკვე და იმდენი რამე ამას გამოიყენეს, ხო იცი, რასაც იტყვითო, ყველაფერი თქვენ წინამდე გიქნება გამოყენებულიო, დაკავების დროს იციან ხოლმე. ისე იგი სამართალდამცველებმა და აი ესე არის, ბევრი რაღაცა ვთქვით, უკვე ძალიან საშინელი ერთმანეთის მიმართ. იქნებ დროა გავჩერდეთ უბრალოდ. იქნებ დროა გავჩერდეთ, რომ ანუ სამღვდელოებამაც და მრევლმაც ხო ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და ერთმანეთს მოვკიდოთ ხელი. და ჩვენ ერთმანეთი, ანუ საეკლესიო აზროვნებით ვიაზროვნოთ და ვისაუბროთ. აი ხო გეუბნები დავასრულებ ეხლა თუ ვინმეს რამე გაქვთ სასაუბრო, თუ ვინმეს რამე გაქვთ, ისე იგი რაღაცა კითხვა, კრიტიკული, თუ დისკუსია გინდა, თუ კამათი გინდა, დავდგეთ და აი აქ, აი ამ წიაღში ვიკამათოთ რა. მაგრამ ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტს, როგორც სახარება იძახის. ნუ გადაუგდებთ იმას, რასაც დიდი სიამოვნებაა. ადრე ძალით გაქონდათ. ადრე ძალით მოგადგებოდნენ, დღეს ჩვენ თვითონ ვეღარით. მოდი მობძანდით გას. ჩვენ თვითონ ვსხედვართ იმ იმებში, რა ქვია, ტელევიზიებში, ანუ სადაც ეკლესიისთვის ყოველთვის, ისე იგი, პატრიარქის მლანძღველები, სინოდის მლანძღველები, ეკლესიის მლანძღველები, რავი, სარწმუნოებისა, როგორც ასეთი, აი ჩვენი ისეთი ყველაზე მთავარი სიმბოლოების გამაშარჟებლები,
ამ ადამიანებთან შედან მოკლედ თავისთავად სასულიერო პირები და თვითონ უყრიან ამას, ესე რომ ვთქვათ, ანუ ამ მარგალიტს, რასაც ქვია, იმას უყრიან თვითონვე და რა თქმა უნდა ეს თავისთავად დაგვაზიანებს, ძალიან დაგვაზარალებს და თუ ვინმეს გონიერება გააჩნია, თუ ვინმეს და ვისაც თქვათ სამდელოება უნდა იყოს, მოკლედ თავისთავად ერთობით როგორც არასდროს. მოკლედ ერთ რამესაც უნდა ვთქვა, წარეა, მაგრამ უნდა ვთქვა. დამავიწყდა და ესეც უნდა ვთქვა. გახსოვთ ადრე რო გეუნებოდით? მარხვა რო დაიწყება მეთქი, მაშინ იწყება, პირველი აქცია რა რიცხვში იყო? 28-ში მარხვა რო დაიწყო. ანუ მარხვა დაიწყება თუ არა, ხო? მარხვა დაიწყება თუ არა, იმ წუთში იწყება ეს ალიაქოთი. ხო შეიძლება მანამდე დაგეგმო, ეს ამბავი ხო მანამდე მოხდა. ანუ ხო დიდი ხანია მოხდა. ვიღაცამ ხო შეიძლება ის სამდელო პირმა, მაგალითად მე რო ყოფილიყავი ვითყოდი. ჯო მარხვა იწყება და ხალხი, ანუ უმეტესობა ჩვენი ქრისტიანები მარხვაზე არიან და არ მინდა რომ ამიტომ რომ ვიცი რაც არის ეს შფოთი. ვიცი რაც არის ეს საშინელი შფოთი კაცო. ხო და მოდი ისე დავგეგმოთ რომ ეს შფოთი ავირიდოთ. არა. ამიტომ შფოთი უნდა იყოს. სუდათ არ ვიძახი. კიდე გეუბნებით, არავის არაფერს არ ვიძახი, მაგრამ სულისკვეთებას რამდენად თუ არ თუ აცელილი რაღაცებს, ამას გეუბნებით, რამდენად თუ არ აცელილი. მარხვის დროს მარხვის ჟამი როა. მაშინ ვიწყებთ რაღაცებს. მაშინ ვიწყებთ რაღაცა, ანუ ბობოქრობას შინაგანად და ეს ბობოქრობა გამოგვაქვს გარეთ. რა მნიშვნელობა აქციას მოაწყობ თუ სახში იმას, რა ქვია, ლანძღვას დაუწყებ საკუთარ იმას, რა ქვია, ოჯახის წევრებს, ან მეზობელთან დაიწყებ ჭუბსა. იქ ხო, ანუ ეს ემოცია ხო გარეთ გამოდის. ვინმე მიფიქრა ამაზე. ხო შეიძლება იფიქრო ადამიანმა, ვიცი რა, მარხვა მოდის რა. ხალხი იმაზე ფიქრობს, რომ ოდიშ დაგამოთქვაზე ხაჭაპურს აცხობენ ხოლმე წინა დღესა და იმას რომ ისე იგი ხან ხინკალს აკეთებენ, ხან იმას რომ აგე მარხვა მოდის რა. განა ამაზე უფრო ძვირფასი და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის ეს მოვლენა, ვინმე არ შეიძლება და ეფიქრა ამაზე. ხო შეიძლება იფიქრო ადამიანმა რომ თქვა რომ იცი რა, მარხვა იწყება რა. რაღაც ადამიანები საკუთარ გულში ჩაბრუნებისთვის, საკუთარი გულში იმისთვისა და მანამდე გავაკეთოთ ესა რაღაც. მანამდე და მეორე მოკლედ რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ ესეც არ არის. ხო ვიღაცას ეწყინება ამას რო ვიტყვი. ჭკუის დამრიგებელიც არავინ არ არის ამის, ხო? ვიღაცამ ხო უნდა უთხრას, ამას თუ გეუნება, ისიც ხო უნდა გითხრა, ჭკუის დამრიგებელიც არავინ არ არის ამის. ხო და ახლა ამას რო ვიტყვი წინის ადამიანს. როეუნები რომ ერთხელ თუ გახსოვთ, ანუ მამარდაშვილმა უთხრა იმას. მამარდაშვილმა თუ გახსოვთ, შეკრება რო იყო, ბატონ ზვიად გამსახურდიას უთხრა, გახსოვთ? ბატონო ზვიადო, ჭეშმარიტებაო, ანუ ზოგადად ეხა ის ჭეშმარიტებაში რას გულისხმობდა კიდე, ჭეშმარიტებაო, სამშობლოზე მეტია. ეხა შენ რო უთხრა ადამიანს, ჭეშმარიტება არის თუ არა? ყველაფერზე მეტი? ყველაფერზე მეტი არის თუ არა ჭეშმარიტება? პასუხს ვერ გაგცემს. კიდე გეუბნები, მე არ ვიცი. მე იმ შვიდში რა იქნება, ყველას ვისაც გული გითქვამთ, წადით სადაც წასვლას აპირებ. მართლა გეუბნებით ოღონდ, ვინმე არ იფიქროთ რომ მამა გიორგი ვინმეს რამეს უშლის, გამომაცხადეს, იმათ ისე იგი ის მართლა გეუბნები, ვისინ ბეძახია ისაო რა ქვია, ისა ნაციონალებს ემხრობაო, ის მე გეუბნება რომ იმას ემხრობაო, რა ქვია, ამ ოცნებას ემხრობაო, ვის გამოდის, იმას ემხრობაო. მოკლედ დავიღალე ისე იგი რაღაც. მაგრამ სიმართლეს რო იტყვი ადამიანი, არავის არ სიამა, ანუ ეგ სიმართლე არ უნდა თქვა თითქოს. წავიდეთ მეც წამოვალ, კი ბატონო, მაგრამ არ არის სწორი, გამიგეთ? კიდე ვიძახი, არ არის სწორი, წავიდეთ მეც წამოვალ, მაგრამ მოდი ეს მაინც ავთქვათ, რომ აი შეგვეშალა რა. რაღაცნაირად შეგვეშალა რა. შეგვეშალა რომ ანუ სხვა დროს უნდა ყოფილიყო ესა. მეც წამოვალ კიდე გეუბნები, წავიდეთ, მაგრამ არ არის სწორი ეს, რაც არის. ერთმა დალოცვილი და დღეგრძელი გამყოფოთ სულ ყველანი.